პარტია ლელოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო ოპოზიციის ნაწილის კრიტიკის ობიექტია. მათ არ უკვირთ, რომ კოლეგები რადიკალურად შეცვლილ განცხადებებს აკეთებენ, ისინი სწორ პოლიტიკურ ნაბიჯად მიიჩნევენ საკუთარ გადაწყვეტილებას. ლელოს წევრები მმართველი გუნდისთვის არჩევნების გზით დიდი ქალაქების წართმევას გეგმავენ. ლელო ძლიერი საქართველო მონაწილეობას იღებს თვითმმართველობის არჩევნებში, რადგანაც მიგვეჩნია, რომ ეს არის ბრძოლის დამატებითი ინსტრუმენტი. ცხადია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა ეს არის მთავარი ხაზი. რა თქმა უნდა, თვითმმართველობის არჩევნები უნდა იქნეს გამოყენებული ბრძოლის ინსტრუმენტად, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას უფრო მეტი შეცდომა უნდა დავაშვებინოთ, რადგანაც რა თქმა უნდა მათი მხრიდან იქნება ფაქტები კვლავ ძალადობის თუნდაც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში და რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს გამარჯვების იმედი, რადგანაც ყველა წინა არჩევნებში ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად გაყალბებული არჩევნების ფონისა, მოგებული გვქონდა ყველა დიდი ქალაქი. ამიტომაც ბრძოლა გაგრძელდება. ჩვენ იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ვემზადებით არჩევნებისთვის, არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების მშვიდობიანი გზა და ჩვენ ამ გზაზე უარს არ ვამბობთ, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მხარდაჭერას იმსახურებს ჩვენი მხრიდან. ლელოსის გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაში საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, ღალატი საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატის ყველა იმ პროტესტალური ოპოზიციური პარტიის თუ სამოქალაქო ჯგუფის, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ და ლელომ უნდა იცოდეს, რომ მისი მხრიდან ამ გზის არჩევა, რასაც ქვია ქართულ ოცნებასთან კოალიციის შექმნა და ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის ის, რის საფასურსაც ის აუცილებლად გადაიხდის. გადაანაწილეს როლები, ის ორი რეალურად მაშინდელი ძველი ნაცმოძრაობა, რასაც ქვია დედა ნაცმოძრაობა და ახლები და შემდგომში ახლა გახარია და ეს ლელო ვითომ არაფერი კავშირი არ აქვს ნაცმოძრაობასთან და ხალხი უნდა შეცდომა შეიყვანონ, რომ აი ნახეთ ხალხო, ნაცმოძრაობა თავს ესხმის ლელოს და როგორ შეიძლება ისინი ალიანსში იყვნენ ერთმანეთთან. ხელოვნური გამიჯვნის პროცესი, ვითომ ახლა ნაცმოძრაობა თავს ესხმის ხაზარაძეს და ლელოს და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი უნიჭო სპექტაკლი, ამას არავინ არ დაიჯერებს. ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ 4 გადალახული პარტიიდან ერთ-ერთი ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მიმდინარეობა. სამხრივად არ მოქმედებს ის ძალა, რომელიც ხელმძღვანელობს აქაურ ამ რადიკალებს, მაგრამ მიზანი ერთი აქვს. მიზანი იქნება ერთი, რომ იქაც და იქაც ეს ფაქტორები გამოყენებული იქნას დესტაბილიზაციის შესაქმნელად საქართველოში. გარეთ დარჩენილებიც იმას ამბობენ, იყენებენ ტერმინებს დამხობა, რევოლუცია და ასე შემდეგ. ასე რომ ორივეს მიზანი ერთია. ერთი პატრონი ყავთ, ერთი მიზნისთვის მოქმედები. ეს არის ეგრეთ წოდებული რებრენდინგის პროცესის გაგრძელება, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ წინა არჩევნებზე ვიხილეთ. გარედან მართული პროცესი არის სრულად და ზუსტად ისე მიდის პროცესები, როგორც ჩვენ საუბრობდით, არის ცდილობა, რომ ქართველი ამორჩეველი შეცდომაში შეიყვანონ იმ მხრივ, რომ თითქოს ნაციონალური მოძრაობა როგორც ბრენდი აღარ არსებობს, არ არის არჩევნებში წარმოდგენილი და რეალურად იგივე პოლიტიკური ძალა სხვა სახელწოდებებით იყოს არჩევნებში წარმოდგენილი.